სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახელმწიფომ აღნიშნა კონსტიტუციის, ეროვნული კონსტიტუციის 100 წლის თავი. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია სულ 3 დღე იარსება, მას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის დემოკრატიული სტატუსის მქონე და აი დღეს კი ჩვენ უნდა ვისაუბროთ ოკუპაციის 100 წლის თავზე. იმიტომ რომ 21 თებერვალს მიიღეს კონსტიტუცია, ხოლო 25 თებერვალს უკვე ეროვნული ხელისუფლება დამხობილი იქნა ოკუპანტების მიერ. როდესაც აი ამ თემებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავიხსენოთ ის სიძნელეები, რაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გადაიტანა ქართველმა ხალხმა. მოგახსენებთ, რომ აი ამ პერიოდში, როდესაც დამოუკიდებლობა ცხადდებოდა, მის წინა პერიოდში კვლავ მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი და ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული რომელი მხარის ამ ფაქტის, ან ოთხთა კავშირის გამარჯვებით დამთავრდებოდა. აქედან გამომდინარე შედეგებზე საუბარი რადგან ძნელი იყო, იმაზე საუბარი ძნელი იყო, თუ რა მოყვებოდა ამას ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითგამოყრების საქმის თვალსაზრისით, ვინაიდან აი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის თემა, ეს საკითხი უშუალოდ გადაეჯაჭვა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობას. და ამას გადაეჯაჭვა ასევე ის პროცესები, რაც ხდებოდა რუსეთში, მოგეხსენებათ, რომ 1917 წლის თებერვალს იქ მოხდა რევოლუცია, დაემხო რომანოვების დინასტია, მეფე ნიკოლოზ მეორე გადადგა და დამყარდა დროებითი მმართველობა, რომლის მიზანი იყო დემოკრატიული რუსეთის, დემოკრატიული მრავალპარტიული რუსეთის ფედერაციის შექმნა. ახლა ერთი ნაწილი და ალბათ ვფიქრობ, რომ უფრო სასულიერო საზოგადოება დიდ ტრაგედიად მიიჩნევს იმპერიის დაცემას, მიროცხებული მეფის დაცემას და ალბათ ქრისტიანები ყველანი და მეც გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტია, რომ აი ეს დემოკრატიული ძვრები, რაც რუსეთში უნდა მომხდარიყო, ალბათ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე იმიტომ აღნიშნე, რომ შემდეგ კონტრრევოლუციის შედეგად ნიკოლოზ მეორე და მისი ოჯახი სასტიკი წამებით უკვე ბოლშევიკებმა დახოცეს, თუმცა დროებითი მთავრობა, რა თქმა უნდა, ამას არ აპირებდა. აი ასეთი ვითარების პირობებში რა ხდებოდა? საქართველოში დროებითი მთავრობის ორგანო ოზაკომი შეიქმნა, ეს იყო ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, რუსული აბრევიატურით ასოლიზაკავკასკი კომიტეტი, რომელსაც ჯერ კიტაბაშიძე, შემდეგ აკაკი ჩხენკელი ჩაუდგა სათავეში და ეს მართავდა მთელ კავკასიას ამ დროისათვის. და ამ დროს დადგა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოს თვითგამორკვევის საკითხი, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზები ისახებოდა და აქ გაჩნდა და ცოტა უფრო ადრეც იყო გაჩენილი ჯერ კიდევ ომის დასაწყისში ორი ტენდენცია. ილიას იდეების გამგრძელებლები, ეროვნული დემოკრატები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა მოეპოვებინა და ამ გზაზე მას დაეხმარებოდა გერმანიის იმპერია, ჯერ კიდევ 1914 წლიდან ფიქრობდნენ ამას, მაგრამ არსებობდა მეორე სოციალ-დემოკრატთა იდეა, რომ აი რუსეთის გარეშე საქართველოს არსებობა არ შეეძლო და ახლა ამ შემთხვევაში, ოზაკომის შემთხვევაში, საქართველოს ექნებოდა დემოკრატიული განვითარების გზა და მას მიენიჭებოდა ფართო ავტონომია დემოკრატიულ რუსეთში. და ამ იდეას აღწერებდნენ სოციალ-დემოკრატები, ქართველი სოციალ-დემოკრატები, რომლებსაც ჩვენ
მე მოგვიანებით მეშევიკებს უწოდებდით. სწორედ ამ პერიოდში ოზაკომთან ერთად არსებობდა საქართველოში მუშათა და გლეხთა ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოები ჟორდანიას ხელმძღვანელობით და საქართველოს ინტერპარტიული საბჭო. თითქმის სამხელისუფლებიანობა იყო. და ამ დროს დაისვა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღესაც აქტუალურია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, საზღვრების საკითხი. მარტო დღეს არ არის ეს პრობლემა. ეს პრობლემა მომდინარეობს იმ დროიდან და დღემდე არის ძალიან აქტუალური. საქმე იმაშია, რომ როდესაც რუსის ჯარმა 1917 წელს ლენინის ბრძანებით დატოვა საქართველო, დადგა დამოუკიდებლობის საკითხი და დადგა საზღვრების საკითხი. ორი გზა არსებობდა და აი საქართველოს ეროვნული ყრილობა მიიჩნევდა საზღვრების დასადგენ ორ გზას. ერთი მე-15 საუკუნის მეორე ნახევრის რუკა, როდესაც სამეფო სამთავროება დაიშალა საქართველო და ის საზღვრები ზუსტად ამას გულისხმობ. ან მეორე რუსეთის შემადგენლობაში არსებული ქართული გუბერნიების მიხედვით საზღვრების დადგენა. აი ამაზე იყო დავა, მაგრამ მაშინდელმა პოლიტიკოსებმა გაუშვეს ერთი ძალიან მწარე შეცდომა იმის გამო, რომ ეს ჩვენი ტერიტორიები, ისტორიული ტერიტორიები, ეთნიკური თვალსაზრისით განსხვავებულ პოზიციაში იყო რუსული პოლიტიკის შედეგად მთელ რიგ ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობა აღარ იყო უმრავლესობა, ამათმა დაუშვეს შეცდომა და აი ამ ტერიტორიებზე თქვეს ესეთი რამ ესე იგი სადავო და არასადავო ტერიტორიებად დაყვეს საქართველო და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამან გამოიწვია სეპარატიზმი, ჩვენ საზღვრებთან მყოფი მეზობლების მხრიდან და ამას მძიმე შედეგები მოყვა შედეგად. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მთავარი ორი ძალა არსებობდა, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს საზღვრებს. ეს იყო ჩრდილოეთის მეზობელი, რუსეთის სახელმწიფო და სამხრეთით თურქეთი. და ესენი უკან არ დაიხევდნენ იმისათვის, რომ ეს ტერიტორიები დაეკავებინათ. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოზაკომის პერიოდში რუსეთის მხრიდან აღარ იგრძნობოდა აგრესია. პირიქით, ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა. ოზაკომის ხელისუფლება საქართველოში ძალზე ლოიალური იყო. ამას კიდე ის ემატებოდა, რომ პეტერბურგში ოზაკომის პერიოდში ირაკლი წერეთელს და ნიკოლოზ კარლოჩხეიძეს ჰქონდა ძალიან მაღალი თანამდებობები, ფაქტიურად ისინი ერთ-ერთი მათგანი მინისტრი იყო, დროებითი მთავრობს, ორივეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ამიტომ ქართველები ლოიალურად განეწყვნენ ოზაკომის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ 1917 წელს უკვე 25 ოქტომბერს, ახალი სტილი 7 ნოემბერს მოხდა კონტრრევოლუცია, ბოლშევიკური გადატრიალება. აი ამან შეცვალა ძალიან ბევრი რამ და ეს ცვლილებები პირველ რიგში აისახა საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აზროვნებაში. უკვე აი სოციალ-დემოკრატები ჟორდანიას მეთაურობით ფიქრობენ, რომ სანამ რუსეთში არიან ბოლშევიკები, მათ არანაირი ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს რუსეთთან. და აი ამ დროს გადაწყდა, რომ შავსთავად ოზაკომი გაუქმდა, რადგან ახლა სხვა რეალობა იყო და შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელსაც ევალებოდა საქართველოს დაშლა ბოლშევიკური საფრთხესგან. ოქტომბრის გადატრიალება ლენინის მეთაურობით, მოგეხსენებათ, ეს იყო მარტო ამ ბოლშევიკური პარტიის მოქმედების შედეგი კი არა, არამედ ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა იმ სახელმწიფოს, იმ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელსაც სურდა, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე აღარ ებრძოლა. თქვენ იცით,
ოთხთა კავშირი, ძირითადად გერმანია და ავსტრიის იმპერია ორ ფრონტზე იბრძოდა, აღმოსავლეთიდან რუსეთი უწევდა, დასავლეთის ფრონტი ინგლիս-საფრანგეთისა იყო და ეს მცდელობა კარგ ხანს გრძელდებოდა, რომ როგორმე აღმოსავლეთის ფრონტი მოეხსნათ. და არის ასეთი აზრი კი არის საარქივო მასალიდანაც, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გახდა ცნობილი, რომ 1917 წლებში გერმანიაში მცხოვრები ვლადიმერ ლენინი, რომელიც იმ პერიოდში ორმაგი ჯაშუშის როლს ასრულებდა და ამით ჭამდა ლუკმაპურს გერმანიაში რუსეთზე აწვდიდა ცნობებს, აი ამ პიროვნებას შესთავაზეს გარკვეული თანხა გერმანელებმა და ამ თანხით მან მოახერხა დაბრუნება რუსეთში და დააფინანსა ის გადატრიალება, რომელიც 1917 წლის 25 ოქტომბრის კონტრრევოლუციად არის ცნობილი. სამწუხაროდ ჩემი თაობის, ჩემზე უფროსი თაობის ხალხს შთააგონებდნენ, რომ ეს იყო დიდი ოქტომბრის რევოლუცია და რომ ამან მსოფლიოს დიდი სიკეთე მოუტანა. სინამდვილეში ეს იყო კონტრრევოლუცია. ამიტომ ცვლიდნენ ყველაფერს საქართველოს ეროვნული პარტიები, რა თქმა უნდა, ეროვნული დემოკრატები ისევ დამოუკიდებლობის მხარეს იდგნენ და აი სოციალ-დემოკრატები კი ამბობდნენ ბოლშევიკები სანამ არიან რუსეთში, ჩვენ ისინი არ გვჭირდებიან და სწორედ აი ამ მიზნით და კიდევ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული თვითგამორკვევის საკითხი დამდგარიყო, ჯერ მოწვეული იქნა, ესე იგი, ეროვნული ღრილობა გახდა ყველაფერი ამის საფუძველი, რომელსაც თავმჯდომარეობდა ჟორდანია და ამ ეროვნულ ღრილობაზე მან წაიკითხა მოხსენება, სადაც მთავარი აქცენტი მიაქცია გააკეთა იმაზე, რომ სანამ რუსეთში არიან ბოლშევიკები, საქართველო ემიჯნება რუსეთს. ამ ამბავმა სხვათა შორის ეროვნული დემოკრატების უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან მათ ვერ წარმოედგინათ საერთოდ რუსეთთან ყოფნა და გარკვეულმა ნაწილმა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა ეროვნული ღირსებისამ უარი განაცხადა, არ მოიწონა ჟორდანიას ეს გამოსვლა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის კი ცალსახად იყო ნათქვამი, რომ საქართველო ემიჯნებოდა ბოლშევიკურ რუსეთს. ამათ რის იმედი ჰქონდათ? ამათ ჰქონდათ იმის იმედი, რომ ლენინი რაღაც ატომ გულუბრყვილოდ ალბათ ფიქრობდნენ, რომ ლენინი დაუშვებდა თავისუფალ არჩევნებს 1918 წლის 6 იანვარს. ეს 6 იანვრის არჩევნები დაანონსებული ჰქონდა თავის დროზე დამფუძნებელ კრებას, რომელიც თებერვლის შემდეგ მოვიდა დროებით მთავრობას კერენსკის მეთაურობით. უბრალოდ მას უნდა ერჩია დამფუძნებელი კრება. და ეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლენინი ამას არ აპირებდა. ის ხო ერთპარტიული დიქტატურის ბელადი იყო და ბუნებრივია 1918 წლის 6 იანვარს დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩაიშალა. პირდაპირ ასე წერენ ისტორიკოსები, ლენინმა გარეკა დამფუძნებელი კრება. და აქ ხომ მრავალპარტიული სისტემა უნდა ყოფილიყო. აი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ვინც ვერ შეძლო თავის დაცვა, დაპატიმრებული და მერე დახვეწილი იქნენ. აი სხვა რეალობა შეიქმნა და სწორედ ამ პერიოდში და ცოტა ადრე, სანამ ეს მოხდებოდა 1917 წელს შემოდგომაზე, მოხდა შამქორის რკინიგზის ინციდენტი. ანუ მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ მაშინ როცა ეს ოქტომბრის გადატრიალება მოხდა, ლენინის ხელისუფლება გეგმავდა საქართველოს ანექსიას, მაშინ გამოაცხადა მან შეასრულა ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ გერმანიის დაკვეთა, ორი კანონი გამოსცა დეკრეტის ზავის შესახებ, რითაც ფაქტიურად რუსეთი გამოთიშა ომს და მეორე დეკრეტი მიწის შესახებ და მიწები დაურიგა ხალხს უფასოდ, ესეც გარკვეული პოლიტიკისთვის სჭირდებოდა მას. და აი ამ დეკრეტის ზავის შესახებ ამის გამოცემის შემდეგ
ფაქტიურად 1802 წლიდან რო იდგა ჩვენთან უდმივად რუსის ჯარი, აი 1917 წელს რუსის ჯარმა დატოვა საქართველო. მაგრამ ამ დროს გადაწყვეტილი იყო შამქორის რკინიგზიდან პირდაპირ თბილისზე წამოსვლა და თბილისის აღება. მაგრამ ევგენი გეგეჭკორმა შესანიშნავმა პიროვნებამ ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარემ შეაჩერა ეს ინციდენტი და რუსის ჯარმა დატოვა საქართველო. რუსის ჯარმა დატოვა საქართველო და ჩვენ უკვე გჭირდებოდა ჩვენი ორგანო, ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მიგვიყვარდა გარკვეულ გზამდე, დამოუკიდებლობამდე, თუმცა ეს ყველას არ სურდა. აი სწორედ ამ პერიოდში იქნება იდეა სეიმის შექმნის, სამი სახელმწიფოს გაერთიანების. მაგრამ 1918 წლის 2 მარტს ლენინი კიდევ ერთ დაკვეთას ასრულებს გერმანიისგან, რა თქმა უნდა, ამ თანხაში, რომელიც გერმანელებისგან მიიღო საბჭოთა ხელისუფლება მარტო დეკრეტის ზავის შესახებ, ანუ ფრონტის დაშლა არ იგულისხმებოდა, ოთხთა კავშირი ითხოვდა გარკვეულ ტერიტორიებს და ბრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკების დროს ლენინმა დათმო ეს ტერიტორიები. თუმცა ლევ ტროცკი ეუბნოდა, არ დაეკეთებია ეს, მაგრამ ეს რაღაცა მარქსისტული, ათეისტური იდეა ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან, ეს ლენინის იდეები იყო ასეთი და ის ამბობდა, რომ გადავარჩინოთ საბჭოთა ხელისუფლება, ეს უკვე დათმო. მაგრამ აი ამ დათმობილ მიწებში შედიოდა სასტეფანოს ზავით მიღებული, რომელიც ქართველებმა თავის სისხლით მოიპოვეს. მარტო რუს ძალებს არ უბრძოლიათ, აქ იგულისხმება აჭარა. თურქეთი ითხოვდა აჭარას. გერმანია ითხოვდა ვიცით რას, ბალტიისპირეთი, დასავლეთ უკრაინა, დასავლეთ ბელორუსია, მოლდოვა, რაც მერე 20 წლის შემდეგ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით ეს ყველაფერი სტალინმა დაუბრუნდა ისევე საბჭოთა სახელმწიფოს. და ლენინმა ეს ყველაფერი დათმო, მაგრამ ჰქონდა კი უფლება, რომ იურიდიული, რომ საქართველოს ტერიტორიები გაისისხლისებია. როგორც ამდროინდელი ამერიკელი დიპლომატები, ევროპელები აცხადებდნენ, ჯერ კიდევ ჩვენ არ ვიყავით სამართალ სუბიექტი და მას ჰქონდა უფლება. უმეტეს რომ ჩვენ არც არაფერი გაგვაგებინა ამის შესახებ, არაფერი ვიცოდით და არც ის მიფიქრა, რომ რუსის ჯარმა უკვე დატოვა საქართველო და ამის იურიდიული უფლება არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი აჭარა ბათუმით გადაეცა თურქეთს, ოსმალეთს. და ჩვენ აღმოჩნდით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სეიმი არსებობს უკვე ოფიციალურად აპრილის შუა რიცხვებიდან 22 აპრილს, ახლა სხვადასხვა ზოგიერთ ლიტერატურაში 9 აპრილი არის მიჩნეული სეიმის დამოუკიდებლობის დღე, რომ სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა ამიერკავკასიის სეიმმა, რომ მასში 3 სახელმწიფო სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი იყო გაერთიანებული და ცენტრი იყო თბილისი, მაგრამ უფრო სწორი არის, რომ 9 აპრილს თურქეთმა დაიწყო ოფიციალური ომი საქართველოს წინააღმდეგ. ვინაიდან ჩვენ აჭარას არ თხოვდით და არც უნდა დაგვეთქვით. და სეიმი აცხადებს დამოუკიდებლობას, მაგრამ აქ საჭიროა დე-ფაქტო და დე-იურე აღიარება. და აქ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის ჯერ ტრაპიზონის კონფერენცია. ტრაპიზონის კონფერენციაზე წავიდა ქართული დელეგაცია 14 მარტს და თურქებმა ამაზე უარი თქვეს, ჩაიშალა ეს კონფერენცია. ამის შემდეგ ქართული დელეგაცია აკაკი ჩხენკელის მეთაურობით ირჩებოდა და უკვე აკაკი ჩხენკელი ძალიან ჭკვიანი პიროვნება მიხვდა იმას, რომ თუ არ გამოცხადდებოდა დამოუკიდებლობა, საქართველოს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა. თურქეთი ამ პერიოდისათვის არა მარტო აჭარას, არამედ უფრო სხვა ტერიტორიებს მდინარე ჩოლოქამდე მოვიდა, მერე ბორჯომამდე მოვიდა. მისი სურვილი იყო საინგილოს ხელში ჩაგდება, ჰერეთის, ანუ დიახ და მოიწერდა თბილისისკენ. ამ დროს დაიწყო
მოლაპარაკება ფონ ლოსოვთან, იქ ბათუმში იმყოფებოდა დელეგაცია, გერმანული დელეგაცია ფონ ლოსოვის მეთაურობით და მოხდა მოლაპარაკების გადატანა ფონდში, მაგრამ ფონ ლოსოვის დელეგაცია ითხოვს იმას, რომ ჩვენ გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა და კისრულობ შუამდგომლობას გერმანიასა და ოსმალეთსა და საქართველოს შორის. მაგრამ აქ არის ჭორვა თბილისში. თბილისში ეს სოციალ-დემოკრატებს ამის გაკეთება არ უნდათ. და აკაკი ჩხენკელს უწევს დეპეშების საიდუმლო წერილების გამოგზავნა და ამის მიხედვით აი ყოველ დღე იცვლება აზრი და საბოლოოდ როგორც ცნობილია უკვე ნოე ჟორდანიაც მივიდა იმ დასკვნამდე. უკვე 24-25 მაისს ისიც ამბობდა, რომ სხვა გზა არ იყო, უნდა გამოცხადებულიყო დამოუკიდებლობა და ძალიან გაჩქარებული ტემპით იმუშავეს ტექსტზე, დამოუკიდებლობის აქტზე და საქმეს ისართულებდა, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს არ უნდოდა სეიმის დაშლა. ეს ჩვენ გვინდოდა, მაგრამ იმათი დეპუტატები 30 დეპუტატი იყო სამივე სახელმწიფოდან ამაზე უარს ამბობდნენ. ამიტომ ჯერ კიდევ 26 მაისს დილის საათებში არ იყო გადაწყვეტილი სეიმი დაიშლებოდა თუ არა. და საბოლოოდ სადღაც 12-ისკენ ეს ახალი სხდომა უკვე მივიდა იმ დასკვნამდე, შეიკრიბნენ ესენი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სეიმი უნდა დაშლილიყო და საბოლოოდ სახამოს 5 საათსა და 10 წუთზე მოგეხსენებათ, რომ გამოცხადდა დამოუკიდებლობა და აი ამ დროს ძალიან დიდი როლი ითამაშა პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა. თურქეთი მაინც არჩევდებოდა. ჩვენ ვამბობთ ხანდახან, რომ აი გერმანიას უნდა შეეჩერებია თურქეთი, რომ ის მისი ოთხთა კავშირის წევრი იყო, მის აზრს აუცილებლად ოსმალეთი თურქეთი გაითვალისწინებდა, მაგრამ აი როცა ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ოსმალები შეჩერდნენ ჩოლოქთან და ართმობდნენ დანარჩენ ტერიტორიებს და ისიც კი მოხდა, რომ ფონ ლოსოვმა უარი თქვა ჩვენ შორის შუამდგომლობაზე ოსმალეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლზე. უარი თქვა, მაგრამ მიუხედავად აი ამ რისკისა, რომ აი თქვა გერმანია მიწუჩი უარი თქვა ჩვენზე, ჩვენ მაინც გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ უკვე ომმა შეასრულა თავისი როლი, მოგეხსენებათ ნოემბერში უკვე დაიწყო ომის ბოლო პერიოდია და ეს ამბები დაიწყო ომის დამამთავრებელ ეტაპზე ოსმალეთის იმპერია განადგურდა. დაეცა ფაქტიურად ომში დამარცხების გამო, მერე ამას მიჰყვა გერმანიის იმპერია, მერე ავსტრიის, მოკლედ ოთხთა კავშირი დამარცხდა და აი ამან შეაჩერა ოსმალეთი. ის კი არა და ოსმალეთი ფაქტიურად ოსმალეთის ყოფნა არ ყოფნის დღე იდგა. სრული კატასტროფა, სევრის ზავის შემდეგ ოსმალეთი აღიქვებოდა პირისაგან მიწისა როგორც სახელმწიფო, მაგრამ აქ გამოჩნდა ქემალ ათათურქი, მან შეატრიალა საქმე და ფაქტიურად ახალი სახელმწიფო თურქეთის რესპუბლიკა შეიქმნა. და ყოველ შემთხვევაში პირველი მსოფლიო ომის შედეგად მუდროსის ზავით ოსმალეთი შეჩერდა. ოღონდ ის შეჩერდებოდა მანამ, სანამ საქართველოს არ დაემუქრებოდა რუსეთი ჩრდილოეთიდან. აი ამით აიხსნება, რომ 18-21 წლებში არც რუსეთი, არც რუსეთს თავისი პრობლემა ჰქონდა, არც ოსმალეთი უკვე ჩვენ ტერიტორიებზე ოფიციალურად აღარ აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა მიმდინარეობდა აჭარელი ხალხის დაშინება, რეფერენდუმები, აქ იყო დიდი ქართველი სამუსლიმანო საქართველოს დიდი პატრიოტები მემედ ბეგ-აბაშიძე, ზია ბეგ-აბაშიძე და ყველანი ესენი პატრიოტები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აჭარის დარჩენა, აჭარა საქართველოშია, საბოლოოდ მერე გიორგი მაზნიაშვილმა ეს ვიცით უკვე 21 წლებში და აი მუდროსის ზავმა შეაჩერა ეს ორი ძალა. მუდროსის ზავმა თურქეთი და რუსეთი 1921 წლამდე.
და ამის შემდეგ ხარ ცდილობ ძალიან შეელამციო და შევეცდები მოკლე დროში ჩავედიო. აი ამის შემდეგ უკვე გახდა საჭირო ჩვენი აღიარება დე ფაქტოდ დე იურეთ. და ის რომ ამ დროინდელი ევროპა არ ვიცნობდა, ის რომ ამ დროინდელი ევროპა ჩვენ რუსეთის ნაწილად მიგვიჩნევდა, ეს ფაქტია და რომ იგივე აზრზე და უფრო ხისტად იგივე აზრზე იდგა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც არ უნდოდა და მემორანდუმებს ნოტას აქვეყნებდა რამდენიმე გამოაქვეყნა მისმა ხელისუფლებამ, რომ ჩვენ არ გვეკუთვნოდა დამოუკიდებლობა, ჩვენ რუსეთის ნაწილი ვიყავით. აი ასეთ ვითარებაში გვიხდება ჩვენ პარიზის ვერსალის საზავო კონფერენციაზე 1921 წლებში დელეგაციის გაგზავნა, რომელსაც ნიკოლოზ კარლო-ჩხეიძე ხელმძღვანელობდა და ამ ჩვენს დელეგაციას მოუხდა ძალიან დიდი შრომა, იქ მუდმივად იმყოფებოდნენ ქართველები და იბრძოდნენ ჩვენი დე-ფაქტო დე-იურე აღიარებისთვის. აი იმ პერიოდში საქართველოში რომ ჩამოვიდნენ სოციალ-დემოკრატები, ვანდერვალდე, კაუცკი და ეს ხალხი, ამას უფრო ის მნიშვნელობა კი არ ჰქონდა, რომ ესენი სოციალისტები იყვნენ და ჩვენი სოციალისტურ ეს მენშევიკები გულისხმობა დემოკრატი მენშევიკების მმართველობას ანალიზებდნენ, არამედ ის მნიშვნელობა მიაეშა ქართულმა ხელისუფლებამ, რომ ამათ მოკლე დროში ვიზიტისას უნდა მიცემოდათ ინფორმაცია საქართველოზე, მის წარსულზე, იმაზე, რომ ის საქართველო იმსახურებდა დამოუკიდებლობას და ეს მოახერხეს მაშინ, მიაწოდეს ეს ინფორმაცია. ესენი რომ ევროპაში დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა, ჟურნალ გაზეთებში ეს დაწერეს და დაიწყეს ფართო პროპაგანდა და ამიტომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაგვიჭირა მხარი. თანაც ეს ის პერიოდია 20-21 წლები, როდესაც სამოქალაქო ომია, რუსეთი, ბოლშევიკური რუსეთი არავის ეხატება გულზე და ცდილობენ, რომ ჩვენ დავიჭირო მხარი და აი ამ დროისათვის მსოფლიოს თითქმის ძალიან ბევრმა ქვეყანამ არსებობს ისია ჩვენ ვცნო დე-ფაქტო და დე-იურე. პირველ რიგში აი ომის დამთავრებამდე გერმანიამ და თურქეთმა დე-ფაქტო და დე-იურეთ, მერე რაც არგენტინა, საფრანგეთი, იაპონია, რაც ვინა თელმა იმ დროინდელმა მსოფლიომ გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მერე შტატებმაც ვუდრო ვილსონმა საქართველოში გამოაგზავნა დელეგაცია. მასაც უნდოდა შეესწავლა ისე საქართველო, როგორც ეს ევროპელებმა მოახერხეს, მაგრამ აი ისტორიკოსების აზრით ქართველებმა ეს ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი ნაკლად არის მიჩნეული ის, რომ ვერ მოახერხეს ამერიკისთვისაც ისე დაეხასიათებიათ საქართველო, რომ ამერიკა დაარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ვიყავით დამოუკიდებლობის ღირსი. საბოლოო ჯამში ამ დროინდელმა მსოფლიომ ვცნო ერთა რიგის დახმარება, აღიარება გჭირდებოდა. ეს გჭირდებოდა იმიტომ, რომ არ მოეხდინა საქართველოს ოკუპაცია უკვე საბჭოთა რუსეთს, რომელმაც თვითონაც გვაღიარა 20 წლის 7 მაისს, მაგრამ 20 წლის 7 მაისის დე-ფაქტო დე-იურე აღიარება ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, ვინაიდან ამ საბჭის საიდუმლო დამატება გულისხმობდა საქართველოში მეხუთე კოლონის შექმნას. მეხუთე კოლონა მოგეხსენებათ ამზადებს დასაყრობ ქვეყანას იმისათვის, რომ დაპყრობილმა ის დაიპყროს. ეს იყო სერგეი კიროვის, სტეფანე შაუმიანის, სერგო ჯონიკიძის და სხვათა მოქმედებანი, ჯერ კიდევ 18 წლის 1 მაისის ინციდენტი, როდესაც სანამ გვაღიარებდნენ რუსები, და აი ეს ყველაფერი ძალიან რთულ სიტუაციას ქმნიდა. საქმეს კიდევ ის ართულებდა, რომ წეღანთქვი დროსის ზავით თურქეთი შეჩერდა, მაგრამ სომხეთი გააქტიურდა. სომხები რას ითხოვენ? საოცარია, ქართლი, თბილისი, გორი, თურმე სუპარა სომხეთის ყოფილა, ამას ითხოვენ და ქართველები მოლაპარაკებას აწარმოებენ, მაგრამ არა, საქმე მიდის ომამდე. აი ამ დროისთვის რუსები ცდილობენ აფხაზეთი ააჯანყონ, აჭარა დაგვიპირისპირონ, ოსმალები და სერბები დაკაბაგი, დიახ და აი ასე დროს და იქეთ შიდა ქართლში ოსები.
და აი ასე დროს წარმოიდგინეთ ეს როგორი ძალისხმევაა და რა ჭირდება ქართულ სახელმწიფოს ამ დროს, რომ ამის გამთავი დაიცვას აფხაზეთში საოცარებაში კაცობრიობა გიორგი მაზნიაშვილმა დაამარცხა ყუბანის რუსები, საბჭოთა ხელისუფლება იქ დაემხო, მაგრამ მერე დენიკინი მოდის მეფის რუსეთის მოხალისეთა რაზმით და ეხლა ქართველები ფიქრობენ, რომ იქნებ ინგლისი მოგვეხმაროს. ინგლისს თხოვენ დახმარებას, მაგრამ ინგლისი ანტიქართულ საქმიანობას ეწევა. ცალკე დენიკის ეხმარება და აქეთ სომხეთ საქართველოს ომში მოგებული ომის სომხეთის სასარგებლოდ დაასრულა. სომხეთში ჩვენ ისე მოვუქეთ სომხეთს ომი, რომ მართლა დადგა სომხეთის სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი, მაგრამ ინგლისმა ეს პირიქით შემოაყოლა ჩვენი ტერიტორია ლორეს ოლქი, რომელიც დღეს სომხებს აქვს და მიანიჭა აქ ნეიტრალური ზონა შექმნა. აი ამ ნეიტრალური ზონიდან მოხდა სწორედ აქ არის ლორეს ოლქი, ბორჩალოს მაზრა, ზუსტად 100 წლის წინ აი ამ შულავერის ეგრეთ წოდებული შულავერის მთავრობის შექმნა, რომელმაც მოიწვია მე-11 წითელი არმია მოსკოვში გააგზავნა დეპეშარო რევოლუციას, ვახდენ არიქა თქვენი დახმარება გჭირდებაო. 16-ში თებერვალს გაიგზავნა ეს დეპეშა, მაგრამ არც და ეს დროში ვერ გათვალეს ესაში, ვერ შეფუთეს რევოლუცია. 12-ში რუსის ჯარი აქ იყო უკვე შემოსული, 12 თებერვალს ბორჩალოში და 16-ში გააგზავნეს მოთხოვნა დაგვეხმარეთ არიქა რევოლუციას ვახდენთ. და შეიძლება აუცილებლად უნდა ვთქვა ერთალიკის საკითხი ლოიდ ჯორჯი, ეს ინგლისელები და კიდევ მთელი რიგი ძალები ამ დროისათვის უკვე რუსეთს სერიოზულ ბოლშევიკურ რუსეთს სერიოზულ ძალად აღიქვავენ და ჩვენ ერთალიკაში გჭირდება 24 სახელმწიფოდან 16 ხმა იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს. ევროპის ხელშია ეს ყველაფერი, მაგრამ ევროპა გვეუბნება, ჩვენ მეათე მუხლს ვერ ავამოქმედებთ. თუ თქვენ ვინმე გაგიფრთხილოთ, მეათე მუხლში რა წერია? ერთალიკის წევრ ქვეყანას უნდა დაეხმარო. აი, ამას ვერ ვიზავთ და ესე გავწირეს, მივიღეთ 16-ის მაგალითად 10 ხმა, რამდენიმე თავი შეიკავა და ფაქტიურად ერთალიგაში არ მიღება გადაწყვეტა ჩვენი ბედი. და სულ მალე, აი ამიტომ დაიწყო უკვე ბორჩალოს მაზრიდან შემოტევა, უკვე 20 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანში იყვნენ შეჭრილები, მე-11 არმია იქ იყო შეჭრილი, მერე სომხეთში გადავიდა და აქ წავიდა პროვოკაცია. ლორეს ოლქის გამო, აქ მორიგეობით იდგა ქართული ჯარი ჩრდილოეთით, სომხური ჯარი სამხრეთით. და აი 30 დღის განმავლობაში ეს დამოუკიდებელი სომხეთისა და საქართველოს მოლაპარაკება იყო დადებული ომის შემდეგ დადებული ზავით. 30 დღის განმავლობაში ქართული ჯარი უნდა ყოფილიყო ლორეს ოლქში. მაგრამ მალე სომხეთში დაამყარეს საბჭოთა ხელისუფლება და აი ამ საბჭოთა ძალებმა სპეციალურად შეცვალეს ბრძანება, თან განაცხადეს, რომ ის დამოუკიდებელი სომხეთი, ის სხვა სომხეთი იყო, ჩვენ საბჭოთა სომხეთი და აი ლორეს ოლქის გამო მოუწყვეს პროვოკაცია საქართველოს და ამ საბაბით შემოიჭრნენ. და თქვენი მოგეხსენებათ, რომ თავიდან ვერ ვიმარჯვებთ, მაგრამ ყოჯორ-ყაბახმელას ბრძოლებმა ფაქტიურად და სასტიკი მარცხი აყენა ბოლშევიკებს, უკვე ისეთი ბრძანებები მოდიოდათ კრემლიდან, ამას ლენინი და სტალინი ხელმძღვანელობდა, ცნობილია დეპეშა სერგოსადმი გამოგზავნილი სტალინის და ბოლოს ქართული სიტყვები ახლა ვერ შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი და წამოვიდა ჩრდილოეთიდან, მამისონის უღელტეხილიდან რუსის ჯარის ნაწილი ქუთაისზე, სოხუმის მხრიდან კიდევ გარკვეული მერვე არმია წამოვიდა, აქედან მე-11 არმია და ამას უკვე საქართველოს ვეღარ გაუძლო, მიიღეს გადაწყვეტილება ჯერ ქუთაისისკენ, მცხეთისკენ დაეხიათ, მერე ქუთაისისკენ. ქუთაისის მოლაპარაკებაზე სტალინი მოითხოვდა, მოაწერინეთ ხელი, რომ აღიარონ დაპყრობა, რომ ჩვენ გავხდეთ მათი სახელმწიფოს სამართალ სუბიექტი.
მაგრამ ქართველებმა გრიგოლ ორთიფაიძის მეთაურობით ამას არ მოაწერა ხელი, ჩვენ არ გვიღიარები ანექსია, ამიტომ ქართული სახელმწიფოს სამართალ სუბიექტი ვერ იყო და ვერ იქნებოდა საბჭოთა სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს სამართალ სუბიექტი არის დღეს მეორე რესპუბლიკა, რომელიც ვიათ გამსახურდია, გამოაცხადა 91 წლის 9 აპრილს და აი ამის შემდეგ უკვე აჭარისთვის ბრძოლა. აი ირღვევა მუდროსის ზავი. მუდროსის ზავში ხო იყო, რომ სანამ რუსეთი არ დაიწყებს ომს, თურქეთი გაჩერდება და ეხლა თურქეთი წამოვიდა. და ასეთ ვითარებაში გიორგი მაზნიაშვილი ისე წითელ არმიელებთან ცნობილია, იცის ყველა, რომ წითელი არმიელებმა ქართული ეროვნული სამოსი მოიგეს და მაზნიაშვილის ჯარში ერთობლივად მოახერხეს აჭარის დასცვა. 16 მარტს მოსკოვის ხელშეკრულებით გაიყვეს შუაზე თურქეთი, შუაზე არა გარკვეული ნაწილი რუსეთმა და თურქეთმა, რუსეთს დარჩა ლომისწილი, ოსმალეთს თურქეთს დარჩა ჩვენი ართვინი 1000 კვადრატული კილომეტრი და სომხეთის მიწები და აჭარა დარჩა საქართველოში. ყარსის ხელშეკრულებით თურქები, ოსმალები მოითხოვდნენ აჭარის ავტონომია დაღიარების, აი ამიტომ აქვს აჭარას ავტონომია. აი ასეთი რამ მოხდა, ასე მოხდა საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის ხელყოფა და ჩვენი ტერიტორიები, რომელიც ძალიან ბევრი დაიკარგა, დღესაც ბევრი ადგილი საზღვრების გარკვეული მონაკვეთი კითხვის ნიშნის ქვეშ არის და ეს ყველაფერი იმედია, რომ საბოლოო ჯამში სამართლიანად და მშვიდობიანად გადაწყდება. მადლობას მოგახსენებთ ძალიან. რამდენი იყო ეს ნახევარი?